გაუმარჯოს YouTube-ს გამარჯობათ. ჩვენი არხის გამომწერებო, მონადირეებო, მსროლელებო. ყველას მოგესალმებით. გუშინდელი დატენილი და დამზადებული ტახოების გამოსაცდელად ვართ. მე და ირაკლი ამოსული. მიკროფონს დამცავი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მაინც ხრიალი და ისეთი ხმები იქნება და ესე იგი მორზე გვექნება გამოცდა 40 და 50 მეტრიდან, სულ გვაქვს 20 ტყვია მოვასწარი დავამზადეთ. და ეს ტყვიები არის ვარსკვლავით დაკეტილი. ჩვეულებრივ სახვევით არ გამოვიდა, ახალი ვაზნები არ მქონდა და მეორადებს კბილები რო აქვს ჩაჭრილი, სახვევი კარგად ვერ გააკეთებდა. ამიტომ მაგერა კაპოტზე ალაგია. წინ აქ ეს დატენილი 20 ვაზნა, მანძილზომით გადავზომეთ ირაკლი როზის პირველი აგური იქდია 40 მეტრია, უკან არის კიდე 50 მეტრი და რა ვიცი ამ 20 ვაზნაში როგორც ჩავეტევით, გვექნება სროლა როგორც მორზე. და მეტკილის ამიზნით, ასევე 20 ლიტრიანი ბალონი გვიდგას იქ და კიდე რაღაცა ისეთი რაც ქვიტკირის დიდი ის ვნახეთ რა. კირქვასავით რაღაც და იმასაც ვესვრით. ეხლა გადავალ, შეიძლება გარეთ გადასვლისას ხრიალი და ის მოყვეს მიკროფონს ხმები, მაგრამ ძალიან მაგარი ხარია და მაგის ბრალია. აი გადმოვედი გარეთ, არ ვიცი ეხლა ხან ჩადგება, ხან ამოვარდება ეს ხარი. თროპი გვაჩვენე ვესვრით ატროქსით, ჩემი ხუგლუ ატროქსით, სპეციალურად თავისი ჩვენ ახლა ვესვრით 5-იან სერიას, აი ვარსკვლავით დავხურე ესენი. წონა გამოვიდა 30 ნახევრები რა საშუალოდ ამათი თვითონ ცარიელა თავაკის წონა. მოლოდინი მე მაგალითად დიდი მაქვს ახლა ამ ტყვის. ახლოს ასროლი კი არის, მაგრამ აი დამაზიანებელ ძალაზე და იმედია გავარტყავთ. ხო და თუ მაინც არ წავიდა სულ ან რაღაც ისეთი მოხდა, ახლოს მივიწევ და მაინც დაზიანების ძალაზე გამოვწვით. ხო, არ ამგონია რომ ვერ მოვარტყავთ ახლა. თქვი ეგ რატო არ არის ვარსკვლავით, იმიტომ რომ ახლები არ მქონდა, მეორადზე კიდე ამ კბილების ნაჭდევები სადაცაა, სახვევი ხშირად აფუჭებს ხოლმე და მაგიტომ. სადოთ ასე არც ვარსკვლავი იქნება ცუდი. საშუალო მეასაბჭო. კაი. კაი ირაკლი, გავისროლოთ ახლა. იქ კამერა გვიდგას სამიზნესთან, როგორც ყოველთვის. ის ძველი კამერა, ახალი არ წამომიღია. ხო და ყველა ჩატენე. ყველა ჩავტენე. აი, მოლოდინი დიდი მაქვს და როგორ გამართლებს ნახოთ. თუ რაღაც არ მოგვეწონა, შეგვიძლია დავაცილინდროთ, ცილინდრი დავაყენოთ. ბიჭო, ცენტრთან მოხდა თითქმის. სადღაც 7-8 საათზე მოხდა სტაფილოსფერთან. ბიჭო, რა მაგარი ზუსტია თო 40 მეტრში. კიდე ქვევით მოხდა. ოდნავ ქვევით. კი, და მე მგონი კაი ჯგუფურად მიდის. შენ ისე დაუმიზნე, რომ ჯგუფი გავიგოთ რა ხდება. საათზე მოხდა ზუსტად. ეს ვაფშე მოაგლიჯა ბიჭო ნახეთი. მაინტერესებს წამოვნახოთ.
ეხლა რასაც უყურებ, შედეგი გვაქვს ძალიან მაგარი და თან არის ნახე როგორ მოსული სამიზნეზე შუბლებით. პიჟი. აი ესეთი ბეტონია თუ კირქვაა თუ რა არის ეს დავდეთ. ამაზე ახლა გაინტერესებს დამანგრეველი ძალა როგორი ექნება. ხო, კამერა გავასწორე იქ და ირაკლი ეს ტბები შენ მან დაილაგე. 5 წელი დატენე. აქ ახლა ჩვენი მიზანი არის დამანგრეველი ძალით გაზომა. პირველივე თუ მოხდა მეტი აღარ გინდა სროლა, ხო? პირველივე მოხდა, მაგრამ ვერ დაანგრია. ნახოთ, მოდი. კუთხე გაათალა. კუთხე გაათალა, კი. მგონი მას მეორე წუთი და ქაქამხოდა. რა ადგილზე უმიზნებდი შენ? შაქ უმიზნებ, მაგრამ გასვლის მომენტში თქვენ ქარი იყო. ხო, ნუ ეს უეჭველი დაანგრევს რა. 10 უკან აფორია ქაის პერი. ეთყობა ეგიც იყო რა ვთქვი წეღარ. კოჭლობით დაგორავდა თუ არასწორად დავაცენტრე 1 თუ 2 ცალი. კამერა მოკალიდო. არა. წაიქცა. მოდი აქა. აი. არა, ნუ მოხოტრილებია ეგ შუაში წავმოხოტრ. მაჩვენე. აჰა, ეგე. შუაზეა გადახეთქილი ნახე. ნახე სადაც მოხოტრილი ხედავ? კი. გაგლიჩა შუაზე. არა, ორ ნაწილად გაპოვილი. სწორ ადგილას უნდა და მორთქმა. სადა აი მაგერაც აქვს მოხოტრილი. ახაც აქვს მოხოტრილი. კამერა გადაიღო. აი კიდე უყურე. კიდე ფრაგმენტი იმის. არა ეს ხაღალდი. ნახე როგორ არის ეს. მაჩვენე ვიღებ აი. გამხილა ბეტონი გააპო. კი. კაი ჩაკერული მასა. იგი ახლა დავდივით 20 ლიტრიანი კულერის ბალონი. აბა რა ხდება? ზუსტად აქ ხდება შეხედა. სადა ესა პოლისაცალი. ხო, წრე ნახე. იდეალური წრე ნახე. ხო, ესა. მართლა რა იდეალურადაა შესული. გამოსვლის წერტილი. აი. ცოტა იქეთ მიდექ ისე ჩორს დადექი, აი დადემანდა. მოკლედ აი ამ მდგომარეობაში ჩავარდო. ეს ბალონი ვაფშე გახებული. არა შემავალი იდეალური წრე. შემოვალი არის. აი ეს წრე, აი და აქ. ხო, შუბლით იმინდა რასაც ქვია. ხო, და შენ ძიძ ძილი და გამოვალი არის აი ეს რა გამოგვიჭირა. აი ხოდა
ჩვენი ნასროლი ტყვიები ავკრიფეთ 15 წელი დავხარჯეთ სულ 20 უნდა გათვლილი 5-ის ეკონომია გავაკეთეთ ხო სამიზნეს მოხდა რაც მინდოდა გადავიღეთ და ჩავთვალეთ რომ 50 მეტრზე უკვე ნამდვილად აზრი აღარ აქვს ჩვენიერი მანძილია სამუშაო მანქანაში გამოვიკეტეთ ახლა აქაც კი შრიალი აღწევს დამცავი მოხსენი და მაგიტო გამოგეტილები ვართ მანქანაში ბოლოს სიტყვა რა შეგვიძლია ამ ტყვიაზე ვთქვათ რომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა 100%-ით მაგარი ტყვია ძალიან ზუსტია ის ბეტონზე რამოდენიმე აცდენა რო იყო თავიდან ბეტონი თვითონ ვიწროა და ფიქრობ რომ არაკრიტიკული ის იყო მანძილით აცდენა თან პლუს ქარია თან პლუს მაგარი ქარია აქვს უქარია და დღესაც ასე დაემთხვა და სხვა შტაბეჭდილება როგორი დატოვა ელექტრიშენზე ამ ტყვიებმა ძალიან დადებითი ენერგია მიაქვს კოლოსალური ის ბეტონის ხელა ბეტონი შუაზე გადახსნა ბოლო ხო ახლა სიუსტე სანამ თავიდან სანამ ცოტა დაბალი ქარი იყო სიუსტე გააკეთა იდეალური აი ჩემი ხელის გულის დადებაზე მოხდა ორი ტყვიაში იყო ერთი ცენტრში მოხდა პედაგოგ სამიზნეში მოხდა დასაწუნი არაფერი არ აქვს მოკლედ მაგიტყვიას მე მაინტერესებს უბრალოდ ის ამბავი რომ ეგ როგორც ვიცი 30 ნახევარი იყო ხო ზონაში ასე გამოვიდა ხო და არეული დენტები ქონა გადატანილი ხო არა ეს მარტო დავტენე ნობელ სპორტი D20 ახლა როა შემოსული დინამოსთან ყიდიან კარგი დენტი იყო შეიძლება სოკოლზე კიდე უფრო კარგი შედეგი ეჩვენებინა ხო მაგ იმედო მეთქვა რომ სხვა დენტზე შეიძლება უკეთესი შედეგი ეჩვენოს უფრო თუმცა არც ეს შედეგი არ იყო ცუდი რა შეიძლება კიდე ცილინდრი რო დაგვეგო კიდე მაგრამ 0.25 უფრო მეტი გაწურვა აქვს და უფრო კარგი ის არის შედეგიო 0.25 გაუმჯობესებული ცილინდრი არის ყოველთვის ყველაზე კარგი შედეგი 0.25 თქონდა ხოლმე ანუ 4 ჭრილიანებით მინიმალური შევიწროება აქვს და საინტერესო იქნება კიდე ფიქსჩოკებით ნახევარ ჩოკიდან როგორი შედეგი იქნება ფიქსირებული ჩოკები ანალურით მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ აქ ტყვიას რესურსი აქვს ანუ მოწურის საშუალება აქვს გამომდინარე იქიდან რომ წინა მხარე ფაქტიურად სიცარიელია და მოწურის საშუალება აქვს ანუ დეფორმაცია შიგნით გადანაცვლება რომ ხდება შევიწროვდება მოერგებალულის შიდა ჭრილს და ეს სუფთად გავალული და რა ტახოს ყალიბის დათრევა მინდოდა ძალიან დაჟე შირინსკიზე მეტად მინდოდა და როგორც იქნა ხო ენერგია და მოხდრის თუ მეტი არა არ ჩამოვარდება შირინსკის არაფრით რა მე ასე შევაფასებდი მაგ ტყვიას თან პლუსი კიდე ის აქვს რომ დამზადება ბევრად უფრო კომფორტული და მარტივია ვიდრე შირინსკის შემთხვევაში შირინსკის კარგად უნდა გახურდეს შირინსკის ყალიბი ოდნავ გაცივდება და ის ზოლები აღარ კეთდება ეს კანტები აქ ირგვლივ რაც ილაში ისება და იჭერს და ეს ამას პრობლემა არ ქონია რომ პირველივე ჩამოსხდიდან იდეალურები ჩამოვიდა 1 წელი თუ 2 წელი გადავადნეთ ისე ჩვენი ბრალი იყო თუ ხო ეხლა ბეტონზე მე ნამდვილად არ მეგონა თუ ესე შუაზე გადახსნი და მეგონა რომ ეხლა მაინც რახან კაბელის ტყვია რბილია შეიძლება მიეჭყლიტოს ზედან პატარ-პატარა კუთხეები ჩამოატეხოს თქო თორე ის ეფექტი რომ ეხლა აი ის რა ქვია ცემენტის მეშოქს რო ხიოდა სულ ის იყოს რა ქვია დაიფქვილოს გარშემო ეგეთ ეფექტს ნამდვილად არ ველოდებოდი მაგრამ არც იმას არ ველოდებოდი ასე შუაზე თუ გააპობდა მაინც ეთქვა ძალა დიდია ძალიან ის ცემენტის მეშოკი რო ახსენე იგივე შედეგი ექნება ცემენტის მეშოკზე სრულას რაც ქონდა იმ 20 ლიტრიან ბობოსაც რო მოხდა ფაქტიურად დაშალა ერთი ეგა მე ამ ადგილს ვეღარ გაეკარები კარგახანს ხო მტვერი იქნება კი ბატონო თან წყალი მოგეხსენებათ ცემენტის მტვერთან შედარებით უფრო მძიმე მასაა და ის ბუხს დააყენებს საშინელს და ცემენტის ტურებს ხორ და გავხერხავთ ახლა შეიძლება კარგით მაშინ ამით ამ ხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით კი ბატონო უკვე მეორე განყოფილობაც იყო კმაყოფილებიცა ვართ აი ყოფილებაც იყო ხო მართლა ყოფილი ვარ გადაჭერების გარეშე ვიძახი ხალხო მაგ მანძილზე ასეთი ქარში ასეთი შედეგი არ არის ადვილი ხო მოკლედ რა არ არის ადვილი და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი უკეთეს მსურველები ხართ ეხლა და უკეთეს პირობებში მოგიწევთ
ამ ტყუის გამოყენება. ეს ტყისთვის საკმარისი მანძილია. იგი იდეალური მანძილია ტყე. მე ტყეში მეტი საშუალება მაინც აქტიურად არ არის ხომ თუ ძალიან ისეთ ნათელი ტყეები არ კაშლილი ტყეები თუ ამ ბუჩქია ხან ხია და უკვე ამ თოფი და ამ ტყუით სადმე ლაბაზზე შემომაყენა ტყის პირას. აი კარგი იქნებოდა დიდ ნადირზე ბელორუსიის ჭალებთან. ლოსზე მაგალითად და დაცვე ლოსზე ტახზე იქნება იდეალური. დიდი ნადირის ტყუია მოკლედ რა. ან უნგრეთის ტყეში კიდე. უნგრეთსა კიდე. ბევრი ღორები ყავს გერმანია უნგრეთს. ეს ღორს დააგდებს ეგრევე. ხო, არ არის ახლა 30 გრამია და ხო და ეს 30 გრამი როა და ცოტა მსუბუქი როა შედარებით სიჩქარეც მეტი აქვს. ой, მართლა, შენი რა თქვი, ხრომის შევეხმიანებ მე და გამოვარ. თუ გვათხოვებენ ერთი დღე და ისა ყველა ტყვია და გავტესტოთ ესენი შირინსკიც ესეც ისიც ნაყიდ ტყვიებსაც გავტესტავთ და დიდის გავაკეთოთ გაზომვები. ხო, რომ მაქსიმალური ენერგია დავითვალოთ რა ენერგიის მოტარებელია ტყვია. კარგით აბა ხალხო ამ მხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით და კარგად იყავით. მანქანაში ვზივართ გამოკეტილები ამ ქარის გამო. აბა დროებით ჯიგრებო, კარგად იყავით.